თავარი რაც არის ერთმანეთში პოზიციები გაცვალეს, ერთმანეთის სტრატეგიები მოისმინეს, საბოლოო შეთანხმება კონკრეტულ ინსტრუმენტზე რა უნდა იყოს გამოყენებული ახალი არჩევნებისთვის ჯერჯერობით როგორც ჩანს არ არის, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც და შეთანხმდებიან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს გეგმა. ნიკა გვარამი არის ჩემთან ერთად და მასთან გავაგრძელებ საუბარს. ნიკა, რაზე შეთანხმდით? საუბარია იმის შესახებ, რომ პოზიციების დაახლოება არის, სხვადასხვა გზებს ხედავთ ახალი არჩევნების მოსაპოვებლად და ეს მოსაზრებები გაცვალეთ. ამ დროისთვის რა ეტაპზეა ოპოზიციის მოლაპარაკება და არის თუ არა რაიმე ხელშესახების შედეგი დღევანდელი შეხვედრის შემდგომ? შეხვედრის შედეგი ბუნებრივი არ არის განხილვა უფრო ღრმად იმ საკითხების, რომელიც პრინციპში უკვე გამოკრისტალდა რაღაც თვალსაზრისით, დაახლოება ჩვენი პოზიციების, ჩვენ გაცილებთ უფრო კარგი წარმოდგენა გვაქვს დღეს როგორი უნდა იყოს არჩევნები, რა პროცედურები ჭირდება და ცვლილებები იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და ნამდვილად გამოხატავდეს შედეგი ქართველი ხალხის ნებას. უფრო რთული საკითხია არჩევნების მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა აქაც გამომდინარე საკითხის რთულიდან აქ უფრო მეტი განსხვავებული აზრია, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამოცანა ერთია, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს და დაინიშნოს რაც შეიძლება სწრაფად. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეზიდენტმა აუცილებლად, მაგრამ თავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის იმ ხალხის მოთხოვნა, ვინც დგას გარეთ. ხალხს აინტერესებს ბიძინა ივანიშვილი უარს რო იტყვის, იმის მერე რა ხდება. ბუნდოვანება ამ თვალსაზრისით ნაკლები სიმკვეთრე ის, რომ თავისით წავლენ ან თავისით დაინგრევიან და ასე შემდეგ, არ მგონია, რომ იყოს საკმარისი. ჩვენ მჭირდება მკაფიო პასუხები და ეს ამ პასუხებს ერთად უნდა მივაგნოთ. და როგორი არის თქვენი მკაფიო პასუხი და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლის აქ ყოფნა პარალელურ რეჟიმში სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გავრცელდა ის ამბობს, რომ რუს ივანიშვილს აქვს ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტი არის მისვლა ორბელიანების რეზიდენციაში მარტო სალომე ზურაბიშვილის პირისპირ, მეორე მიმყოლებთან ერთად და თავად დაარჩიოს ივანიშვილმა ვის მოიყოლებსო, მეც აქ დავახვედრებ ამ პროცესის მონაწილეებს, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციაზე არის რასაკვირველია ამ შემთხვევაში საუბარი. ან მეორე ვარიანტი აქვს ივანიშვილს რეჟიმის ჩამოშლა, რასაც ვხედავთ, მაგრამ მასშტაბი დროსთან ერთად გაიზრდება. აი, თქვენი ხალხის პროტესტს ჩვენ ხედავთ უკიდურესად დასუსტებულ რეჟიმს, რომელსაც დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ ოლიგარქიის ჩამოშლა ძალიან მკაფიო მიმართებებით შეიძლება. ეს ჩემი პოზიციაა. ბუნდოვანება ჩვენთვის სასარგებლო არ არის. ჩვენ გვჭირდება სიმკვეთრე და გვჭირდება რეალური გადაწყვეტილებები. არა მხოლოდ სიტუაციური ანალიზი, იმიტომ რომ ანალიზი შეიძლება განსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, მაგრამ ანალიზის ფასი იმაში კი არ არის, რომ სახელმწიფო დაიწეროს. ანალიზის ფასი იმაშია, რომ მასზე დაყრდნობით მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ გადაწყვეტილება ამაზე ვილაპარაკებთ მოგვიანებით. კეთილი, ჩვენ ნიკა გვარამიანს ვუსმენდით პირდაპირ ეთერში ხედავთ თქვენ აქ ოპოზიციონერებს, რომლებიც რჩებიან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გიორგისთან დავიწყებ საუბარს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ 2 საათიან შეხვედრას, ისიც მონაწილეობდა დისკუსიაში, ისმენდა პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის აზრს. გიორგი, რაიმე შედეგი არის თუ არა მიღწეული, გვესმის რომ ეს არის პროცესი, ისიც გავიგეთ, რომ აი ხვალაც არის რამდენიმე შეხვედრა ჩანიშნული პროდასავლურ ოპოზიციას შორის. აი თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ეფექტური ინსტრუმენტი რუსი ივანიშვილის ჩამოსაშლელად, იმიტომ რომ მე ახლა ის ძლიერად აღარ მეჩვენება, მგონია რომ რეჟიმი დასუსტებულია. რეჟიმი ნამდვილად დასუსტებულია, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი. ძალიან პროდუქტიული და სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები, რითაც მზად ვართ, რომ შევხვდეთ უკვე პრეზიდენტს და ასევე იქ სხვა აქტორებიც არიან, როგორც პრეზიდენტმა თქვა. ეს არის პირველი, რომ რას ვფიქრობთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კიდე დღეიდან, ასე ვთქვათ, 29-მდე პერიოდში. მეორე შეეხება, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, ანუ საარჩევნო ადმინისტრირება, წესები, ასე შემდეგ, ბევრი საკითხი და აქაც პრინციპში შევჯერდით, რომ გარანტია გქონდეს, რომ რუსული სპეცოპერაცია 2 აღარ იქნება ქვეყანაში. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ძალოვანი უწყებები, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საერთო პოზიცია გვაქვს, რომ აუცილებლად ძალოვანი უწყებების, ასე ვთქვათ, ნეიტრალიზება უნდა მოხდეს ამ ახალი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ არ მოხდეს რუსული სპეცოპერაცია 2-ის ჩატარება, რომლის მთავარი ავტორი ძალოვანი უწყებებია, გულისხმობ შსს, სუსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, პრინციპში პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდანაც მოვისმინეთ მისი მოსაზრებები, აი რაც იყო გამოცხადებული საბჭოსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, რაზეც ჩვენ საბოლოო პოზიციებს ხვალისთვის უკვე ჩამოვაყალიბებთ, ყველა შევთანხმდით და ამაზე გვექნება მუშაობა. მთავარი არის, რომ
გაგებთ გიორგი 29-მდე რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, იმიტომ რომ ახლა თქვენ თქვით რომ ზუსტად ამ ნაბიჯებზე მსჯელობთ. კი, ჩვენი ვერსია გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს არის პრეზიდენტზე დამოკიდებული მნიშვნელოვნად. ჩვენი მოსაზრებით მივალთ, ხო? შეიძლება ხა ყველა ერთ აზრზე არა ვართ, მაგრამ იმ ალტერნატივებს რა აზრის მოსაზრებებიც აქ დევს, ჩვენ მივალთ და დანარჩენი უნდა მისგან მოვისმინოთ, თვითონ როგორ უყურებს ამ პროცესს. კიდე ერთხელ ვთქვათ, რომ უმძიმეს კრიზისშია. ეხლა ივანიშვილი უდრის ნამდვილად არეულობას და ქაოსს ამ ქვეყანაში და დებიძინიზაცია, რაც ცნობილი ტერმინია, ხო, უდრის დამშვიდებას, დაწნარებას და ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ ამ ნიშნულს უნდა მივახციოთ. აი ეს არის ამოსავალი წერტილი. ამიტომა ხალხი ქუჩაში, ამიტომა მნიშვნელოვანი პროტესტის გაგრძელება. არ გვეგონოს, რომ ეხლა ვთქვათ, ან დახურული შეხვედრები ჩაანაცვლებს პროტესტს. პროტესტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და აქედან ყველა რუსთაველზე მივდივართ. გასაკვირველია, გიორგი, დიდი მადლობა. გიორგი ვაშაძეს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია, თუმცა პოლიტიკური ლიდერები კვლავაც აქ რჩებიან, როგორც უკვე მოისმინეთ თქვენ ხვალ მოსახლეობა ქართველი ხალხი უფრო მეც გაიგებს იმის შესახებ, რისთვის რა ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი, ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება, თუმცა ბოლოს სიტყვა არის სალომე ზურაბიშვილი. ოპოზიციისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რა სიტყვის სალომე ზურაბიშვილი, იმიტომ რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, მათ შორის ბრძოლის ხასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით, ამიტომ პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი არის სრულ კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან. დღეს შედგა შეხვედრა, რომელზეც იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი, ის ისმენდა პოლიტიკოსების პოზიციებსა და სტრატეგიებს და ასევე უზიარებდა იმას, თუ რას ფიქრობს და რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი. ამ ნაწილში რაღაც გარკვეული შეთანხმებები არის მიღწეული, თუმცა ამ ხრივ იქნება მნიშვნელოვანი ხვალინდელი დღე, იმიტომ რომ ხვალ ვიცით, რომ პოლიტიკური სპექტრი ისევ გააგრძელებს შეხვედრებს და ალბათ უფრო მეტი გვეცოდინება იმის შესახებ, როგორი იქნება ის კოორდინირებული გეგმა, რომელსაც შემოგთავაზებს პროდასავლური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად, თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ ჩართულობა პრეზიდენტის არის ამ მასშტაბის იმ საუბრებში, რომელიც მიმდინარეობს პოლიტიკოსებს შორის, ეს ნამდვილად არის განაცხადი. ყველათან ხდება, რომ ახალი არჩევნებია გზა. ახლა მნიშვნელოვანია, ვინ როგორ წავა ამ გზისკენ და რა საკვირველი აქ რუსი ივანიშვილის პასუხი არის მნიშვნელოვანი. რა გზას აირჩევს ის და კრიზისის გაღრმავებას მოაწერს თუ არა ხელს. ზურა ჯაფარიძე არის ჩემთან ერთად და მასთან გავაგრძელებ საუბარს. ზურა, რა პირველადი შედეგი არის ამ დროისთვის მიღწეული პოლიტიკოსებს შორის? აი, მე მოვისმინე, რომ არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, რასაკვირველია ახალი არჩევნები არის მთავარი მოთხოვნა და მთავარი, რაზეც ქართველი ხალხი არის შეთანხმებული, მაგრამ აი ინსტრუმენტებს თქვენ რას მიიჩნევთ უფრო მართებულად და მიზანშეწონილად? ხო, არანაირი შემდეგით არა, არანაირი პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. უბრალოდ საუბარი არის ორ საკითხზე, ერთი სამართლებრივი გზები, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე და მეორე არის თვითონ ეს ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს ისე რომ მას ქონდეს ნდობა და ეს იყოს მართლა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ანუ ამ ორ საკითხზე იყო მსჯელობა და არსებობს უბრალოდ ვერსიები და როცა შევდიოდი მაშინაც ეს თქვი, არსებობს ვერსიები, არ არის აუცილებელი რომ მაგის დამაიცა ერთ ვერსიაზე შევთანხმდეთ, შეიძლება იყოს ორი ან სამი ვერსია, რომელზეც შევთანხმდებით და მე მოხდეს ამის არჩევა. უბრალოდ აქ იყო განსხვავებული აზრები გამოთქმული და მათ შორის იყო ისეთი იდეები გამოთქმული, რომელზეც საკეთად მე არ მქონდა ნაფიქრი, ან ჩვენი მხრიდან იყო რაღაც იდეები გაჟღერებული, რომელზეც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს არ ქონდათ ნაფიქრი და რაღაცები შევთანხმდით, რაღაცები უბრალოდ უნდა კიდე გავაანალიზოთ ჩვენ საკუთარ პოლიტიკურ ჯგუფებში. ხვალ გვექნება ალბათ ის პირველ ნახევარში შეხვედრა, მანამ სანამ შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, კიდე გავვლით ამ ყველაფერზე საბოლოო ჯამში რაღაც ვერსიებით მივალთ პრეზიდენტთან. ხვალვე იქნება შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან? მაღალი ალბათობით კი. სალომე ზურაბიშვილს თუ მოусმინეთ, შესაძლებლობა ობიექტური მიზეზების გამო არ ქონდათ, თუმცა აი საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ასეთი რამ, რომ მობრძანდეს ივანიშვილი, თუ მარტო არ სურს. გამოიყოლოს ვინც უნდა, მე აქ ვარ, მეც დავხვდები იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ პროცესში, რომელსაც ქვია არჩევნები და ლოგიკურად ოპოზიციაზე თქვენზე არის საუბარი. რამდენად ფიქრობთ, რომ რუსი ივანიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას? ეს ერთი სცენარია, რომელიც აღწერა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი საუბრობს მეორე სცენარზეც, ეს არის ჩამოშლა რუსული რეჟიმის, იმიტომ რომ ეს პროცესი შეუქცევადია და მათ შორის ახლაც მიდის, უბრალოდ დრო და დრო უფრო და უფრო წვავდება, ხო, ვითარება ქვეყანაში. ხო, მე ნაკლებად ვიჯერა, რომ ივანიშვილი ხა მაგნაბიჯს გადადგავს, მაგრამ ის შესაძლოა თუ გადადგოს მაგნაბიჯს, ერთადერთი სალაპარაკო თემა იქნება ის, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, მათ შორის პირობები როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ის რომ უნდა მოხდეს გათავისუფლება ყველა პოლიტპარტიის. მე არ მგონია, რომ ჯერ მაგამდე იყოს ივანიშვილი მისული, ამიტომ მაგას ჭირდება პროტესტი აქ ქვემოთ რუსთაველზე, ყოველდღიური, ისე როგორც ეს ხდება უკვე რამდენი ხანია უკვე მეც ამერია თვლა
მოხლა და პროტესტი 28 ხანდა პროტესტი და გარედანწნეხი არის ის რამაც უნდა მიიყვანოს ივანიშვილი მაგ გადაწყვეტების მიღებამდე და მაგამდე მივალთ აუცილებლად. თუმცა ნაკლებად გონია რომ ეხლა დღეს და ხვალ ივანიშვილი მაგნაბის გადადგას, მაგრამ მაგამდე მივალთ აუცილებლად. ამ შემთხვევაში ზურაი თქვენ პირადად რას მიიჩნევთ ეფექტური არაღად, რაც ოპოზიციამ და პრეზიდენტმა ერთად უნდა შეიმუშაოს. მესმის რომ ეს არის კონსულტაციის ნაწილი და შეთანხმებაა საჭირო, მაგრამ აი თქვენ რა ერთგვარ პოლიტიკურ რეცეპტს ხედავთ ამ ვითარებაში, როდესაც არის რუსული რეჟიმი, რომელიც იბრალებს რომ არის ხელისუფლება. მან არ არსებობს მაინც ბევრი გზები, ანუ არ არსებობს ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, საიდან შეიძლება იბრძოლო და არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, სადაც ასევე შეიძლება იბრძოლო. ერთადერთი გზა არის ქუჩა. ქუჩაში და კონკრეტულად აქ რუსთაველზე გადაწყდება ეს ამბავი. უბრალოდ როცა მივაქვს მაგ კრიტიკულ მომენტამდე, მან არის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღები, როგორ მივდივართ სამართლებრივად ახალ არჩევნებამდე და როგორ უნდა იყოს ეს არჩევნები. ამიტომ დღეს არ შეხვედრაც იყო და რაზეც გვაქვს კონსულტაცია პრეზიდენტთან არის ეგ. როცა დადგება ეგ მომენტი, ხვალ დადგება ერთ დღეში, დადგება ერთ დღეში, დადგება ორ დღეში, დადგება მაგ მომენტის რომ მზად ვიყოთ. მაგისთვის რომ მზადებით ახლა ყველა ერთად. ძალიან დიდი მადლობა ზურა, ჩვენ ზურა ჯაფარიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ახალი არჩევნები, ეს არის მთავარი მოთხოვნა, როგორ უნდა ჩატარდეს და ვინ უნდა ჩაატაროს, მათ შორის ამ სპეციფიკაზე მსჯელობს პროდასავლური ოპოზიცია, იმ მარტივი და ძალიან გასაგები მიზეზის გამო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ უხელმძღვანელებს პროცესს, რომელსაც ქვია არჩევნები, ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო, რომ გიორგი კალანდარიშვილს დაქვემდებარებულმა ცესკომ იცის მხოლოდ და მხოლოდ რუსული სპეცოპერაციების ჩატარება. ეს არის განხილვის მთავარი საგანი, მაგრამ სხვადასხვა გზები არსებობს ამის მისაღწევად და ზუსტად ამაზე მსჯელობს ახლა პოლიტიკური სპექტრი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც არ ვიცოდით და ახლა გავიგეთ ჩვენ პროდასავლური ოპოზიციისგან, რომ ხვალ პრეზიდენტთანაც იგეგმება დიდი ალბათობით შეხვედრა, ანუ დღის პირველ ნახევარში პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ისევ დასხდებიან, ისაუბრებენ ერთმანეთში და მეტნაკლებად დაახლოებენ ერთმანეთთან პოზიციებს. ამის შემდგომ, როგორც ჩანს, იქნება აუდიენცია სალომე ზურაბიშვილთან, რაც მნიშვნელოვანია პრეზიდენტის სტრატეგია და პრეზიდენტის შინაარსი აბსოლუტურად მისაღებია პოლიტიკოსებისთვის. თანხმდებიან, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილს ამ ისტორიულ მომენტში ნამდვილად გადამწყვეტი როლი აქვს და ზუსტად ამიტომაც არის, რომ საერთო ჯამში ყველა პოლიტიკოსი, ყველა პოლიტიკური ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ ბოლო სიტყვა თუ რა, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები, უნდა თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც დაიქვემდებარება და გაყვება უკვე პროდასავლური ოპოზიცია. ბადრი ჯაფარიძესთან გავაგრძელებ საუბარს, ლელოს ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. ბატონო ბადრი, თქვენი პოზიცია როგორი არის, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე, იმიტომ რომ პრინციპში სხვა განსახილველი საკითხი აღარ დარჩა, არც ოპოზიციაში და არც ქართველი ხალხი არ განიხილავს სხვას არაფერს გარდა ახალი არჩევნების მოთხოვნისა. მივდივართ იმ გზით, რომელიც არჩეული იქნა სრულ იზოლირება ქართულ ოცნების ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, განუწყვეტელი პროტესტი, მშვიდობიანი შესანიშნავი ადამიანების მონაწილეობით, მშვიდობის მოყვარე პატრიოტების მონაწილეობით, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგიყვანს ახალ არჩევნებამდე და კრიზისის განმოხტვამდე. ეს არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ შრომატევადი გზა, მოითხოვს მოთმინებას, გამძლეობას, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ჩვენ დასაკარგი არა ყო ჩვენ ქვეყანას ვერ დავკარგავთ. ეს არის სახელმწიფოს გადასარჩენი მოძრაობა და მე მინდა ყველას მადლობა უთხრა იმ ახალგაზრდებს, შუას ასაკის ადამიანებს, მოხუცებს, ვინც დაუზარელად მოდიან ყოველდღიურად, როგორც სამუშაოზე, რუსთაველზე და ასე ივლიან, მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება მათი ფუნდამენტური მოთხოვნა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ანუ რაზეც არ უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ რუსი ივანიშვილი ახალ არჩევნებს არ დათანხმდება, მთავარი და გადამწყვეტი მაინც არის საპროტესტო ტალღა, რომელიც უწყვეტია და მაინც ამ ქვეყნის ბედს გადაწყვეტს ქუჩის პროტესტი. ცალსახად, რამდენიმე ფაქტორია, რომელიც ძალიან აღელვებს ქართულ ოცნებას, ის რომ მათი აღიარება არ ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მინდა აქ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ 89 ქართულ ოცნების წარმომადგენელი ვერ აქცევენ პარლამენტს ქმედით უნარიანად, ქმედით უუნაროა. გარდა იმისა, რომ არის არალეგიტიმური, ასევე არის ქმედით უუნარო. იმიტომ რომ კონსტიტუციაში არის განსაზღვრული ოდენობა იმ პარლამენტის წევრების, რომლის გარეშეც პარლამენტის სრულფასოვანი კი არა, საერთოდ ქმედით უუნაროა. ამ თვალსაზრისით ქმედით უუნაროები არიან, იმიტომ რომ მათთვის იყო სრულად მოულოდნელი 61 ოპოზიციონერის მიერ უარყოფა მათ ამ არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციაში მონაწილეობის. ეს იყო მათთვის ძალიან დიდი დარტყმა. ამავდროულად ძალიან დიდი დარტყმა არის მათთვის ასევე ის, რომ ცივილიზებურ სამყარო არ აღიარებს
ამ პარლამენტს ამ არჩევნების შედეგებს ესეც ძალიან დიდი დარტყმა და რაც თავარია მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს საოცარი პროტესტი რომელიც ეხლა მიმდინარეობს ადამიანების მონაწილეობით რომლებიც ყოველგვარი მიწვევის დაძახების არ ორგანიზების გარეშე ყოველდღიურად მოდიან და ასე ივლიან მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება მათი ფუნდამენტური უფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბადრი ჩვენ ბადრი ჯაფარიძეს ვუსმენდით პირდაპირ ეთერში მოკედ ასეთია პოლიტიკოსების პოზიციები რომლებიც თქვენ უკვე მოისმინეთ პირდაპირ ეთერში რაზეც თანხმდება პოლიტიკური სპექტრი ხვალ უფრო მეტი გვეცოდინება და ხვალ უფრო მეტს გავიგებთ სტრატეგიის შესახებ როგორც უკვე გითხარით ხვალინდელი დღის პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობის ამბავი ნამდვილად იქნება ის რომ პროდასავლური ოპოზიცია ისევ შეიკრიბება სალომე ზურაბიშვილთან და სხვადასხვა ამ აუდიენციის შემდგომ ძალიან დიდია შანსი რომ ჩვენ უფრო მეტი და უფრო კონკრეტული დეტალები გავიგოთ, იმიტომ რომ ახლა მათ შორის პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს იმაზე, რა უნდა გაკეთდეს 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბერი კი ეს არის ის თარიღი მაყურებლისთვის ვიტყვი, როდესაც უდიპლომო და უწიგნური ყაველაშვილის ინაუგურაცია უნდა მოხდეს და ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დანიშნა, ამიტომ 29-მდე რანაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად. ეს არის სამსჯელო საგანი, ამაზე ხვალ უკვე დღის პირველ ნახევარში შეიკრიბება ოპოზიცია და უკვე გაფართოებული შეხვედრა პრეზიდენტის მონაწილეობით ალბათ იქნება დღის მეორე ნახევარში. მოკედ პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ამ ლოკაციას ტოვებენ, რომელიც 2 საათის განმავლობაში იყო პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი. ჩვენს გადავინაცვლებთ უკვე დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ პროტესტის 27 ღამე იწყება და უკვე სასტვენისა და საყვირების ხმა ისმის ყიჟინეც ქართველი ხალხი ისევ კეტავს რუსთაველის გამზირს. დღესაც მოგასმენებთ მათ განწყობებს პოლიტიკური მოვლენების შესახებ ხვალ უფრო მეც გავიგებთ, თუმცა ახლა ისრისი თქმაც შეგვიძლია პოლიტიკოსებიც, რომელთა პოზიციებიც თქვენც მოისმინეთ პირდაპირ ეთერში, ისინიც რასაკვირველია რუსთაველის გამზირზე ინაცვლებენ.